ერთი უნდა გვესმოდეს, რომ რაც არ უნდა მთავრობამ გითხრას, რომ შენზე ზრუნვის მოტივით ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ, გატყუებს. ყოველთვის ეგრე იყო, არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან ეგრეა. შენზე ზრუნვის მოტივით თუ გეუბნება რაღაცა უნდა აგიგრძალო, შენზე კი არ ზრუნავს, შენზე ძალადობს და გიზღუდავს თავისუფლებას. და ამის ნათელი ილუსტრაციაა რეალურად ის პრეცედენტი, რაც ავტომობილებს შეეხება. ამ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ავტომობილის შესყიდვის სურვილი, პროდუქტი ამ შემთხვევაში ავტომობილი აუცილებლად გაუძვირდებათ. და ეს გაძვირება განსაკუთრებით შეეხება ეკონომიკურად ყველაზე დაბალ შემოსავლიან ადამიანებს, რომლებსაც უნდათ ყველაზე იაფიანი, ასე ვთქვათ, მანქანის ყიდვაც. ორი მიმართულება უნდა გამოვყოთ. პირველი ის, რომ როდესაც შეიზღუდება უკვე 1 აპრილიდან ავტომობილების იმპორტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ის შეზღუდული ბიუჯეტის მქონე ადამიანები გადაერთვებიან უშუალოდ მეორად ბაზარზე ქვეყნის შიგნით, ანუ ქვეყნის შიგნით რაც ძველი მანქანებია შედარებით იაფიანი, იმის ყიდვაზე გადაერთვებიან, მაგრამ აქ მთელი ამბავი არის ის, რომ ამ პროცესში მოთხოვნა მიწოდების ფაქტორი შემოდის. როგორც მე მოთხოვნა შიდა ბაზარზე გაიზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ შიგნით, ქვეყნის შიგნით რაც კი ყავს მეორადი ავტომობილები, მათი ფასიც გაიზრდება. მეორე მიმართულება არის ის, რომ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ახალ მანქანებზე გადაერთოს. მაგრამ აქაც მოთხოვნა მიწოდების კანონია, რომ როდესაც გაზრდიან ისინი მოთხოვნას ახალ მანქანებზე, აქაც ახალი მანქანის ღირებულება გაიზრდება. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ძველი, ისე ახალი ავტომობილებიც გაძვირდება. და საბოლოო ჯამში ამ რეგულაციით, რომელიც გარკვეულწილად თვითონ კეთილ, ასე ვთქვათ, ინიციატივას გამოხატავს და მზრუნველობით ფაქტორს წარმოადგენს, როგორც შეგვიფუთეს. საბოლოო ჯამში ამას მოყვება ჩემი და სხვა უამრავი ადამიანის უფლების შეზღუდვა.